გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ისევ ზედაპირულად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, საერთოდ ამ კრიპტოსფეროსთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ესე იგი რა განსხვავებები არის დაუშვათ ხალხი რომ მოდიან კრიპტოვალუტებზე სავაჭროდ თუ შესაძენად თუ რა ვიცი ინვესტირება უნდა და ასე შემდეგ. ყველა რეკლამა ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ თვითონ კრიპტობირჟებს რომლებსაც აქვთ რეკლამა, სადაც ნებისმიერი დაუშვათ მიმართულებით გაკეთება რაიმე სუბაკაუნტი იქნება თუ რაც იქნება copy trading-თან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ადვილი არის ეს ყველაფერი, ანუ ადვილად თავაზობს ბირჟა ფიუჩერსებზე, იმიტომ რომ ფიუჩერსებზე აკეთებენ ხალხის დაჟენას და მიყვანას, რათა ხალხმა ფიუჩერსებზე ივაჭროს. ანუ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე და ჩემი მოსტილებიდან გამომდინარე, ფიუჩერსები არის სუფთა კაზინო. როგორც ამ ცხოვრებაში შეგიძლია წახვიდე სანმე დაუშვათ რეალურად იმუშაო, ხელფასი აიღო და მე ეს ფული მიიტანო ოჯახში იქნება თუ სადმე ნორმალურ საქმეში დახარჯო. ან წახვიდე და კაზინოში ითამაშო და მოიგო კიდე უფრო ბევრი და მე ისიც წააგო და კიდე რაღაცა სახლიდან გაიტანო, გაყიდო და აი ჩემი აზრით ფიუჩერსები ზუსტად მაგეთია, არის კაზინო. ამიტომ ყველა რეკლამები მიყავთ ხალხი ხოლმე ფიუჩერსებზე. კრიპტოვალუტებში რაც არ არის კაზინო და შეიძლება ნორმალურად ივაჭრო, ეს არის სპოტი და მე P2P-ზეც ვაჭრობდი, მაგრამ P2P არის ბანკებთან დაკავშირებული სისტემა, რაც ძალიან გართულდა რა ამ ბოლო დროს და ძნელია ვაჭრობა. რადგანაც ბანკები აკეთებენ, ახდენენ ანგარიშების დაბლოკვას. თუ ახლა პატარა თანხებს რაღაცა ატრიალებ დაუშვათ, დროის მანძილზე შეიძლება არ მოგაქციო ყურადღება, მაგრამ როცა დღეში გექნება 20 და 30 ტრანზაქცია, აუცილებლად ბანკი დაგირეკავს და შეგეკითხება ეს ადამიანები, რომლებიც ფულს გირიცხავენ და შენ რომელსაც ურიცხავ, ვინ არიან და რატო ურიცხავ ამდენ ფულს. თუ ეტყვი რომ ნაცნობებია, რაღაცებია, ურიცხავ ისე ასე, დაიწყებენ გამოძიება სიმართლეს თქვა. თუ ეტყვი რომ კრიპტოვალუტებს ვაჭრობო, დაგიბლოკავენ ანგარიშს. რამოდენიმე ხნის მანძილზე დაგიბლოკავენ. ოფიციალურ ისეთ ლიცენზიას ვერ გააკეთებ, რომ ბანკებით შეძლო ვაჭრობა. მე რომ უყურებ ახლა მაქსფეროს, თვითონ ბანკის წარმომადგენლები თუ ბანკში მომუშავეები, თუ რა ვიცი მე ბანკთან რაღაცნაირ თანამშრომლობით, ვერანაირად თანამშრომლობაზე მე ვერ გავედი, ძალიან ძნელია, რა ვიცი როგორ უნდა ითანამშრომლო ბანკთან. ხო და მათ მუშაობენ ისევ რა. ეს სფერო ძალიან გაჭირვებულია და ანუ მუშაობა ძნელია. და არის ერთადერთი რაც შეიძლება რომ ნორმალურად და არანაირი შეზღუდვები ჯერჯერობით არ არის. ეს არის სპოტზე კრიპტოვალუტის შეძენა, უბრალოდ შეიძენ და გაყიდი. შენი ცოდნა, დაუშვათ ჩემი ცოდნა გამოცდილებები რაც მაქვს, ანუ კრიპტოვალუტები როგორ მოძრაობენ, ინფორმაციებზე როგორ მოქმედებს, მე განსაკუთრებით ვყიდულობ ბიტკოინს და ვყიდი. მუშაობ აი ასე სპოტზე. ბიტკოინს ვყიდულობ ხოლმე და მე რო გაძვირდება ყიდი. მაქვს ჩემი სტრატეგია დაუშვათ როდის ვიყიდო და როდის გავყიდო. და ამის მიხედვით მოქმედებ. მაქვს და სავაჭრო ბოტებიც ჩართული და ავტომატურადაც ვაჭრობაც მიდის და ხელითაც ვყიდულობ და ვყიდი ხოლმე. ვისაც დაგაინტერესებთ ჩემთან ერთად ვაჭრობა, კრიპტო ბიტკოინის ყიდვა და გაყიდვა, შეგიძლიათ copy trading-ი მაქვს ჩართული და იქ გამოიწეროთ, დამიკავშირდეთ დაუშვათ Telegram-ზე ან WhatsApp-ზე და ჩემი პოზიციები თქვენთანაც დაკოპირდება.
ან სხვანაირად ვითანამშრომლობ, დავუშვათ მე მოგცემთ ინფორმაციას, თუ როდის შევდივარ პოზიციაში, როდის ვყიდულობ, როდის ვყიდი და ჩემთან ერთად იყიდოთ და გავყიდოთ. ახლა მინდა ზოგადად ვილაპარაკოს კრიპტოვალუტის სფერო, ჩემი წარმოდგენით კრიპტობირჟები დაუშვათ 5-6 წლის მანძილზე, შეიძლება უახლოეს 3-4 წლის მანძილზეც დაიწყებენ ისეთი სიტუაციებში გადასვლას, როგორშიც არიან ბანკები დაუშვათ. როცა კრიპტობირჟები შეიქმნა, მაშინ კრიპტობირჟები ნამდვილად ანონიმური იყო, ანუ შეესაბამებოდა კრიპტოვალუტას, ანუ დეცენტრალიზირებული იყო ნამდვილად. არ ითხოვდნენ პასპორტით ვერიფიკაციას და ასე შემდეგ. მე ნელა სახელმწიფოებმა რა თქმა უნდა კრიპტობირჟები არის რომელიღაც ქვეყნებში დარეგისტრირებული და რომელიღაც ქვეყნის მომხმარებლები მოქალაქეები იღებენ მაგ ბირჟაზე ვაჭრობენ. ამიტომ სახელმწიფოებმა დაიწყეს მათი კონტროლი და ვერიფიკაციის გარეშე ამჟამად არიან ძალიან ცოტა კი არა შეიძლება თითო-რა ბირჟა იყოს, სადაც შეიძლება რომ ივაჭრო. გულისხმობ დეცენტრალიზირებულს. არა, ცენტრალიზირებულ ბირჟებს. როგორ ცენტრალიზირებული არის ბირჟები, მაგალითად Bybit, Binance, OKX, Bitget, BingEx, Getaio და ასე შემდეგ. დეცენტრალიზირებულები, ეგ სხვა თემაა, მაგაზეც ვილაპარაკებ. ესე იგი, ჩემი აზრით 3-4 წელში ეგ ბირჟები ხო ახლა ითხოვენ KYC ვერიფიკაციას. მერე დაიწყებენ ჩემი აზრით არის ბირჟები უკვე მაგაზე მოქმედებენ გარკვეული თანხიდან, ანუ $10,000-ზე მეტი თუ შეგაქვს, თანხის წარმოშობის წყარო. ანუ საბუთიერად უნდა დაადასტურო თუ სად იშოვეს თანხა, რომ შეიტანე კრიპტობირჟაზე. დაუშვათ გაყიდა ადამიანმა მანქანა. და უნდა ივაჭროს კრიპტობირჟაზე. როცა მიდის შეაქვს იქ ფული, დაუშვათ $5,000 შეიტანა, შეგეკითხება სად იშოვე ეგ თანხა, რომ საქართველოში მანქანის გაყიდვა ხდება, იქ არანაირი ხელშეკრულება დაუშვათ იმის არიდება, რომ ნოტარიუსით, რომ კიდე ცალკე ნოტარიუს ფული უხადო, დაუშვათ რომ მე ვყიდი ამ მანქანას, ის ყიდულობს ამ მანქანას და ასე შემდეგ. უბრალოდ ადამიანთა შორის ხდება შეთანხმება, აძლევს ფულს და გაძლევს გიფორმებს მანქანას, მიდიხარ სადაც მანქანის გადაფორმება ხდება და გადაიფორმება. ხო, ასე ხდება. ანუ წარმოშობის ან თანხის წარმოშობის წყაროს ბირჟას ვერ დაუმტკიცებ ვერავინ. და მაგალითზე მომყავს. თუნდაც ბინის გაყიდვის დროსაც ეგრე ხდება ხოლმე, ან რაღაცის გაყიდვის დროს, ან სადღაც ხელოსანი მუშაობს და აკეთებს შტუკატურს ან კაფელს ან მალიერია რაღაცა, მასაც არ ექნება ხელწარმოშობის წყარო, ძალიან ძნელია და ასე შემდეგ. ანუ არის ბირჟები უკვე, რომლებიც ნელა-ნელა იწყებენ მაგას, ანუ ფულის წარმოშობის წყაროს. დაჟე $100-ზეც მოგთხოვს ფულის წარმოშობის წყაროს და პრაქტიკულად გახდიან შეუძლებელს კრიპტოვალუტების ბირჟაზე, ანუ ადამიანს აღარ მოუნდება მათთან დაკავშირება. შეიძლება რომელიღაცა ბირჟებმა არ შეზღუდოს ეს, მაგრამ ჩემი აზრით ბევრი შეზღუდავენ. ამიტომ ალტერნატივა არის დეცენტრალიზირებული ბირჟები, რომლებიც არის დაწყობილი ბლოკჩეინზე, არანაირ პასპორტის ვერიფიკაციას არაფერს არ ითხოვს საერთოდ, არის როგორც ბიტკოინი ბლოკჩეინში მუშაობს და სანამ დაუშვათ ინტერნეტი იქნება, იმუშავებს, მას არ ყავს არც დამხმარე, რაიმე არასწორად გააკეთო, რომ ვინმეს მიწერო, რომ გადაგისწოროს და გეხმაროს რაღაცაში, ასეთი არ არის. ანუ მუშაობს ავტომატიზირებულად ეგ ბირჟა, ეგეთი ბირჟები, დეცენტრალიზირებული ბირჟები და ეს ბირჟები მალე გახდება ძალიან პოპულარული. როცა დაიწყება აი მე ვფიქრე ეგეთი სიტუაციები. ახლა კი შეიძლება ზოგმა თქვას, რომ აუ ჯერა ეგეთი რამე არ ყოფილა, მასე იყო თავიდან
პასპორტით ვერიფიკაციასთან დაკავშირებითაც, მაგრამ დაიწყეს უკვე ყველა ბირჟა ოფიციალურად ვერიფიკაციის გარეშე კრიპტოვალუტას არ გაყიდიებს. ხო და ზოგიერთი ბირჟები ჩემი პირადი გამოცდილებიდან გარკვეული თანხის ზევით უკვე თუ დაუშვათ შეიტანე იმაზე მეტი რაც მათ აქვს განსაზღვრული, აუცილებლად მოგთხოვენ ფულის წარმოშობის წყაროს, რის დადასტურებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ახლა ამჟამად ჩემთვის და ბევრი ჩემისთან ნაცნობისთვის შეუძლებელია საქართველოში ლიცენზია აიღო კრიპტოვალუტის გაცვლის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით. ანუ ისეთი პირობები დააყენეს, რომ ვითომთ და ანუ მაგაზე ეთქვათ, რომ აგრძალეთ და იგრძალებოდა და всё. ნასამართლობის ცნობიდან დაწყებული ისეთ რაღაცებს ითხოვენ, ისეთ რაღაცებს, რომ ნასესხები თანხით არ უნდა კონდეს გახსნილი ნასესხები და ნაჩუქარი თანხით, ანუ მამა ჩემმა მაჩუქა თანხა, ჩემმა ძმამ მაჩუქა, მეუღლე მომცა თანხა და იმით გავხსენი დაუშვათ კრიპტოვალუტის გაცვლის ოფისს. და ვცვლი კრიპტოვალუტას, ანუ არ შეიძლება. ნუ მე რომ მინდოდა ლიცენზია, აი ესეთი პუნქტი იყო და დაუშვათ არის სხვა ოფისებიც და რაღაცა პოზიციაში ვიღაცა მოვიდა გეუბნება 20,000 USDT-ს გაცვლა მინდა 10 შენ გაქვს და დანარჩენი არ გაქვს, არ ყოფნის. სხვასთან რო გაგზავნო დაუშვათ მიხვიდე იქა და იმასთან ითანამშრომლო მეორე ოფისთან და იმან დაგეხმაროს დაუშვათ ის $10,000, ნუ 10 მან გაუწია ჩემს. ანუ ასეთი ვარიანტიც არ შეიძლება, რაღაცა ისეთი პუნქტები იყო, რომ და აი ასე კამერა გიდგას პირდაპირ ხელებზე გითვლის საქართველოს ეროვნული ბანკი გიყურებს ხელებში რამეს როგორ ცვლი და რას აკეთებ. ანონიმური კი არა, თვითონ ბანკებიც არ არიან მაგხელა გამჭვირვალე, როგორიც მოითხოვეს კრიპტოვალუტის ოფისებიდან. ანუ დაიხურა რა პრაქტიკულად კრიპტოვალუტის ოფისები ბათუმში, მე ახლა ბათუმელი ვარ, ბათუმში აღარა ერთი ჩემი ნაცნობი ყოლგის მუშაობდა, ელოდებოდა ლიცენზიას, ვერ გააკეთა. არიან ახლა რომელიღაც ოფისები არის, სადაც მე არ ვარ ჯერ ნამყოფი, ახლობლები იყვნენ, სადაც ცლიან, მაგრამ ვფიქრობ თვითონ ბანკის წარმომადგენლები და ან ბანკთან შეთანხმებული და რაღაცა დიდ თანამშრომლობაში თუ იქნებიან ბანკთან, ეროვნულ ბანკთან, ვინაც ეს გააკეთა და გახსნა. ნუ პრაქტიკულად აგრძალეს ეგ სფერო, ანუ რო გახსნა კრიპტოვალუტის გაცვლის ოფისი შეუძლებელია. ჩვეულებრივი ადამიანისთვის არის შეუძლებელი და ადრე ნუ რომელ წლებში ახლა არ მახსოვს 2020-ში და რაღაცა იყო ძალიან ადვილი, ანუ იუსტიციის სახლში მიხვიდოდი, გაძლევდნენ ნებართვას და всё ხსნიდი რა. ბანკიდან არანაირი ნებართვა არ გჭირდებოდა. ახლა გახადეს ანუ მიაკუთვნეს ბანკს, ეროვნულ ბანკს და ეროვნულ ბანკმა ნუ საერთოდ ბანკი, ანუ ფიატური ფული და კრიპტოვალუტა ერთმანეთში ვერ იმოგებრებენ, ასეთი ვარიანტი არ არსებობს. ეს სხვადასხვა ესაა განსხვავება ისე როგორც თეთრი და შავი. ანუ მათი მეგობრობა არის შეუძლებელი. კრიპტოვალუტა არის იგი ალტერნატივა არ არის ფულის დაუშვათ, მაგრამ ძალიან დიდი საშიშროებაა ფულისთვის, ანუ და ბანკებისთვის რა კრიპტოვალუტა, რომ დაუშვათ რომ დაიწყოს ტოტალური კონტროლი, ანუ აიგრძალოს დაუშვათ ფიატური ფული. ნუ არის მაგაზე საუბარი უკვე ევროსაიუსში მიდის მაგაზე საუბარი. ფიატური ფული რო აიგრძალოს და იყოს გაყიდვები ყველაფრის რა, მანქანის, ბინის, რაღაცა რაც გინდა ნებისმიერი მაღაზიაში ყიდვა გაყიდვა ელექტრონულ ფულში. ანუ როგორც არის ახლა შედიხარ ბარათით და ყიდულობ ელექტრონული ლარით ყიდულობ, მაგრამ ეს ელექტრონული ლარი, ანუ ჯერ არა ისე შექმნილი დაუშვათ არის მიდის მაგენის პროექტირება, თუ შეხვალთ ინტერნეტში ჩაწერთ, ყველა ქვეყნებს აქვს მათი ელექტრონული ფულის გამოშვება უნდათ. დაუშვათ ევრო, ელექტრონული დოლარი, ნუ და ასე შემდეგ. მოვიდა ის დრო დაუშვათ, რომ ფიატი ფული აღარა, ფიატი ქვია cash-ს რა. cash-ი ფული აღარ არის, დაუშვათ და
ალტერნატივა ვინ არის? ანუ რაში შეგიძლია მანქანა რო გაყიდო ისე, რომ ანუ ბანკმა ვერ დაგაფიქსიროს რა. როცა უკვე ფიატი აღარ ანუ ქეში აღარ არის, რო ყიდი მანქანას, ანუ რაღაცას ყიდი ნებისმიერ რაღაცას ნივთს ყიდი შენსას პირადს რა. და ურიცხავ ადამიანს ფულს ბანკი ხო ხედავს ურიცხავ. ანუ გაყიდვა შეიძლება ერთადერთი საშუალებით მხოლოდ ბიტკოინით ისე რომ ბანკი ვერ დაგაფიქსირებს და რაღაცა სხვა კრიპტოვალუტებითაც შეიძლება. ანუ ეს არის კონკურენტი და ნუ ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროებია რა. თუ ვინც უფრო ერკვევა, უფრო გაიგებს ამ რას ლაპარაკობს. ხო და წარმოიდგინე ახლა სახელმწიფომ გადაწყვიტა მიაკუთვნოს ბანკს კრიპტოვალუტის კონტროლი. კრიპტოვალუტა დაახჩო რა, გაანადგურა ჩათვალე ბანკმა და всё. ამიტომ ოფისები ძალიან რთულია უკვე დავუშვათ რომ გქონდეს დიდი თანხა, რა ვიცი, იბინოდა მთელ საქართველოს თამე $50,000 ნუ გაანაღდებ კი, მაგრამ ძალიან ძნელია. შეიძლება სტამბოლში მოგიწიოს ჩასვლა ან მოსკოვში. ნუ ევროპაში არიან ჩემი ნაცნობები, ვრეკავ იქა ოფისები ვაფშე არაა რა. შეიძლება სადმე არის ახლა ვიღაცა მოისმეს ჩემს ნათქვამს და იტყვის აუ როგორ არ არის. ნუ სადღაც შეიძლება არის, მაგრამ პოლონეთში, იტალიაში, გერმანიაში არაა ყავს ნაცნობები, ნუ ახლა ის რომ მათ რო ქალაქებში არიან, იქა არაა. მოსკოვში ოფიციალურად არაა, მაგრამ ნუ არის თან ოფიციალურადა, თან არაოფიციალურად. ანუ აკრძალული არაა, ბევრი ოფისებია, მიდიხარ კრიპტოვალუტას გაცლი. და სტამბოლში კიდე რამდენიც გინდა გაცვალე, რამდენიც გინდა. ნუ საქართველოში იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს აი ეს როგორც კი შეზღუდეს რა. ხო და რა ეს მოვაბიეს საუბარი იმას, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებმა შეიძლება დაიწყონ მეთქი აი ეს მიმართულება, რომ ანუ ფულის წარმოშობის წყარო და ძალიან გართულდება, ამიტომ დეცენტრალიზირებული კრიპტოვალუტი, იგენი ბირჟები გახდება პოპულარული. დეცენტრალიზირებულ ბირჟებს პრაქტიკულად კოპი ტრეიდინგი ჯერჯერობით არ აქვს, მაგის разработка მიდის გააკეთონ უნდა. დეცენტრალიზირებული ბირჟები ვინც შექმნა, ანუ იმენა ბირჟის მაგვარი როა, როგორც ბაიბიტია, ისეთებიც არის შექმნილი, მაგრამ იგენ სპოტი არა აქვს, ბევრ სპოტ, ანუ ფიუჩერსებზე დაივაჭრო გინდა თუ არა. ახლა აკეთებენ რომ სპოტის კონდეს. არის Uniswap-ი და ამისთან ბირჟები, ანუ ცივსაფულეს მიაბამ დაიყიდი, მაგ უკვე ეს სუფთა სპოტია, ეს არის სუფთა საკუთრებაში შეძენა კრიპტოვალუტის და ეს მიმართულებები გახდება პოპულარული, რასაც მე ნელ-ნელა სწავლობ ხოლმე, მაგ მიმართულებით, ნუ ვარ მაგ ყველა ბირჟებზე დეცენტრალიზირებულებზე დარეგისტრირებული. დავტესტავ ხოლმე რა. რომ საჭიროების შემთხვევაში იქა ვივაჭრო. მე უბრალოდ ვარ მოყვარული რა კრიპტოვალუტის აი ეს ბიტკოინის ყიდვა, მომწონს გაყიდვა მე და რაღაცები ასეთები ყიდულობ ხოლმე ბიტკოინს, ყიდულობ კიდე ცივსაფულეზე ხან რაც გამოვიმუშავებ დავუშვათ გამაქვს ვინახავ და ასე შემდეგ. მე დამჭირდება გამომაქვს და ასე ვაჭრობ. არიან ჩემთან ერთად რო ვაჭრობენ ადამიანები, დავუშვათ მე ვეუბნები ახლა ვიყიდოთ, ყიდი მეთქი, ვეუბნები ლიმიტს დადებენ, ყიდიან. არიან ისეთები რომ ვერ ერკვევიან ამ კრიპტოვალუტებში, ბევრი ჩემი ნაცნობი განახლობლებიც ჩვენთან კონსულტაციაც გქონდნენ გავლილი კრიპტოვალუტის ყიდვა გვინდა. ჩემს გარეშე არ იყიდოთ მეთქი, მაგრამ იყიდეს ანუ იყიდეს როგორ სადღაც ჩადვეს ფული, ვითომ ანუ ფარშივ საიტზე რა, როგორზე დაკოპირებული საიტი აკეთებენ ჰაკერები, ეს თაღლითები და ჩაგადებინებენ ფულს და ვითომ იზრდება იქა თანხა, მათ ვაჭრობენ თუ არ ვიცი როგორ აქვს მოწყობილი, აი ეს მიხსნიდან დამირეკეს ასე დაგვემართა, ისე დაგვემართა, მერე ვითომ ფულის გამოტანა რო დაგჭირდება არ გამოდის, კომისიის უნდა გადაიხადო, კიდე უნდა გადმორიცხო რაღაცა ხლაფორტები აქვთ რა, მაგენთან მე კონტაქტზე საერთოდ არ გავდივარ, მაშინიქს ეგრევე ვხვდები, მაგრამ ძალიან დიდ თანხებში ყავან ჩემი თავიც გადაგდებული ბევრჯერ და უკვე გამოცდილებიდან ვიცი. ხო და ესენი მერე კარქავენ ამ თანხას, ვერ იბრუნებენ, მერე აგდებენ აგეს მანდრაში, რომ არ იქა კიდე გადმორიცხეთო თანხა, რომ კომისია გადაიხადოთ და
თუ გაქვს 5000 евро ჩადებული, უკვე გახდა 20, 4 კიდე გადმორიცხი ან 5 და 25000 გაიტან მერე უკანო და აი ზოგი ტყუდება, რიცხავს და მერე ერთ ამბავში არიან, რომ ვაფშე იგენი დაიკარგება, ის საიტის გაუქმდება და ასე შემდეგ. ამიტომ კრიპტოვალუტის შეძენა თუ იმას გაინტერესებთ და ვაჭრობა, აუცილებლად მე არ ვამბობ ჩემთან, ანუ ისეთ ადამიანთან, ვისაც აქვს გამოცდილება ამ სფეროში, გაიარეთ თუ ჩემსგან და გაინტერესებთ რამე, მე გეტყვით, თუ ვაჭრობა გინდათ, ფიუჩერსებზე არ მიხვიდეთ მეგობრებო, არ გირჩევდე მაგი ფიუჩერსებს აკონტროლებს მარკეტ მეიკერი ისე, რომ დროთა განმავლობაში დაგაკვირდებიან თუ პლუსში წადი გაგანოლებენ, ანუ ისე დაგიხურავენ ლიკვიდაცია დაუშვათ გაკ 60 დაუშვათ და გაიაფთეს 90% რომ ლიკვიდაცია გაგიკეთოს. 50% გაიაფთება და ლიკვიდაციაზე გაგიშვებენ და ვინმეს პასუხსაც ვერ მოთხოვ. ესეთი შემთხვევებიც არის. შეიძლება სტოპ-ლოსი დაყენებული გექნება, სტოპ-ლოსი გეივლის არ გაიხსნება. ამიტომ არ გახსნიან მას უნდა და ამიტომ სტოპ-ლოსი რო არ გაიხსნება, ბირჟა ვალდებული არის, ან ლიკვიდაცია რო არის 90% გაიაფებაზე, ვალდებულია თანხა დაგიბრუნოს, არ დაგიბრუნოს, მოგპარავს. ასეთები მოხდა ახლა რო იყო ლიკვიდაციები. ამიტომ ფიუჩერსები რაც უნდა ისე ატრიალო არის კაზინოსავეთ და აქ თანხის მოგება მოიგებ რაღაც ზოგჯერ, მაგრამ სტაბილური სამუშაო მაგას არ ქვია. თუ დაგაინტერესებთ კრიპტოვალუტებზე მუშაობა, აუცილებლად იმუშავეთ სპოტზე, ვიღაც გამოცდილ ადამიანს გაესაუბრეთ, შეისწავლეთ გრაფიკის მოძრაობა, შესყიდვა, შეიმუშავეთ, დაუშვათ სტრატეგია, ან შეგიძლიათ იმუშაოთ ჩემთან ერთად, თუ დაგაინტერესებთ მეგობრებო, მე გეტყვით, როდის ვყიდულობ, თქვენაც იყიდეთ და ჩემთან ერთად, ან კოპი ტრეიდინგი არის, რასაც ახლა ვამუშავებ, მქონდა კოპი ტრეიდინგის აკაუნტი, მაგრამ რაღაც ისეთი დარიცხვა მქონდა, რომ გამიუქმეს და ამიბლოკეს და თანხა გამოვიტანე, თანხები არაფერი დამიკარგა, აკაუნტი დამიკარგა. ახალი მაქვს და ჯერჯერობით ახლა ტესტ ვაკეთებ ხოლმე. კოპი ტრეიდინგის აკაუნტიც მექნება, შეგიძლიათ დააკოპიროთ დავუშვათ ჩემი აკაუნტი და ივაჭრობ. მე ვაჭრობ ბიტკოინზე, არ მაქვს დიდი მოგებები, სტაბილური, კონსერვატიული სტრატეგია მაქვს. წაგებულს დელტებ პოზიციებს არ ხურავ, შევდივარ ძალიან პატარა პროცენტს დეპოზიტიდან არკვეულ დონეებში და ვაკეთებ შესყიდვებს და მე გაყიდვებს როცა უკვე არის ის პროცენტი გაზრდილი, რაც მე მაქვს დაუშვათ, ანუ რაც პოტენციალი არის. კარგი მეგობრებო, დაგემშვიდობებით. თუ რაიმე დაგაინტერესოთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, შემეკითხეთ, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას აკეთებთ, რა შეგემთხვათ და ასე შემდეგ. საინტერესო ლინკები ბირჟებთან დაკავშირებით, თუ რომელ ბირჟებზე ვაჭრობ, იქნება აღწერაში იქნება ჩემი კონტაქტებიც, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე, Telegram-ზე და პოჩტასაც დავდებ, მაგრამ ამჟამად მაქვს WhatsApp-ი და Telegram-ი, მომწერეთ და გიპასუხებთ აუცილებლად. მადლობთ, კარგად გზავნებოდეთ.